არსებობს ასეთი გამონათქვამები ადამიანებზე, გუნდებზეც, როგორი ლამაზიაო იტყვიან, რა ლამაზი ხელწერა აქვს, განუმეორებელი სტილი, ეს ყველასათვის არ არის. მისი ქმედებები არ არის განკუთვნილი, რომ ყველამ კარგად აღიქვას. სხვა მაგალითაც მოვიყვან, არის ასეთი სერიალი Breaking Bad-ი, მძიმე დანაშაული, რომელიც ყველასათვის მარტივად საყურებელი და გასაგები არ არის. ამ სერიალს მხოლოდ განსაკუთრებული გემოვნების მქონე მაყურებელი უყურებს და აღიქვამს ისეთად, როგორიც არის. და მისი მთავარ პერსონაჟი Walter White-ი ყოველ მომდევნო სეზონში სულ უფრო საშიში ხდება. და ასეთია ხვიჩა კვარაცხელიას ყოველი მომდევნო სეზონი და მატჩიც. კვარას ნიჭიც ასეთია და მისი თამაშის სტილიც. ყველა ამას მარტივად ვერ გაიგებს, ვერ აღიქვამენ მის ფენომენს ასე მარტივად და პირდაპირ, ხოლო თუ გინდათ რომ ეს ყველაფერი ძალიან გასაგები ენით და მარტივად აღიქვათ, სროცხრიანს უნდა უყუროთ. მე დაუბრუნდი და დღეს ძალიან მაგარი ანალიზი გელოდებათ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო შემადგენლობები და დანაკლისის ამბავი. Paris Saint-Germain არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ნახევარფინალში და მეოთხედფინალშიც კი ტრამვირებული მოთამაშე არ ყავდა. ეს არის გამოწვეული იქიდან, რომ ლიგა 1-ში ძალიან კარგად აქვს საქმე, მარტივად ჩემპიონები არიან უკვე. სხვა გუნდები კი, რავი, დაშლილია, შეგვიძლია თქვა, ძალიან ბევრს აქვს პრობლემა. და არსენალმა უაზრო ყვითელი ბარათის გამო, რეალთან ბოლო წუთზე მიღებული ბარათის გამო დაკარგა ტომას პარტეი პირველ შეხვედრაში და ამან გამოიწვია თავიდან ბოლომდე არტეტას ტაქტიკის და სათამაშო სტილის ცვლილება. ის მიგნება, რაც ბევრი ტრამვირებულის შემდეგ ჰქონდა მიკელ არტეტას, იმიტომ რომ ვიცით, რომ მაგალაეში არ არის კალაფიორი, არ არის ჰავერცი, ჟესუსი, სერიოზული დანაკლისი აქვს და მიაგნო იმას, რომ მიკელ მერინო აწია ცრუცხრიანად, მეოთხე ნახევარმცველი დაემატა გუნდს, არავინ არ ელოდა რომ გაამართლებდა და ეს ამხელა ფეხბურთელები პლუს რაისი, ანუ ფიზიკურად დიდი და ტლანქი თითქოს ამ ყველაფერმა პლუს ერთმა ნახევარმცველმა მოიტანა ტოტალური კონტროლი ნახევარდაცვაზე, რაც ვიხილეთ რეალთან და არსენალი ძალიან დალაგდა, საინტერესო გუნდი გახდა და ასე უცებ მე ველოდი მატჩამდე რომ რაღაცა კიდე სიახლეს შემოგთავაზებდა არტეტა და ვიღაცას აწევდა დროებითად საყდენზე. და არ გარისკავდა მსუბუქი 4-3-3-ით გამოსვლას. ანუ ტროსარი, მარტინელი, საკასტრიოტი, მაგრამ ასე მოიქცა, თავიდანვე რო იტყვიან, აი all-ins შევიდა და ანუ თრაფარიკოს კამზე არავინ აღარ დარჩა გასაძლიერებელი შეტევის რა, იმიტომ რომ გოლი რო გაეშვათ, ვინ უნდა შესულიყო? ვანერი და ბავშვები, სტერლინგი ჩამოწერილი და ასე შემდეგ, კი ვნახეთ. White-ი შევიდა ბოლო წუთებზე, ცველი. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ დაკარგა ცენტრი არსენალმა, პრესინგი დაკარგა Paris Saint-Germain-ი რო რეალზე მეც დარბის ეს ვიცით 13 კილომეტრით მეტი ირბინა არსენალმა მარტო რეალზე და ნუ Paris Saint-Germain-მა ლივერპულსაც აჯობა სირბილში და დახარჯვაში, ფიზიკურობაში, ასე თქვა და ყველაფერი მეტნაკლებად ლოგიკური იყო აი ამ ჭრილში. უშუალოდ ვიდეოებს და დეტალებს რაც შეეხება ძალიან საინტერესოს, აი ხა მაგაზე გადავიდეთ. სანამ პირველ ვიდეოზე გადავიდოდე, 2 წამის საქმეს შეგახსენებთ, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, ავიდეთ 3000 ლაიქსა და გათამაშება ეგრევე ჩაირთვება. რა თქმა უნდა, კრისტალ სპორტის YouTube არხიც გამოიწერეთ, რომ ცროცხრიანის გუნდის შრომა ესე მარტივად დააფასოთ და მივადექით ძალიან საინტერესო მონაკვეთს პირდაპირ აი ცხელი ნაწილით დავიწყებ რა. წინა ვიდეოებს ვინც ადევნეთ თვალე ერთგულმა მაყურებელმა ახლებმაც გიჩევთ რომ ნახოთ. ლივერპულთან ენფილდზე გატანილი გოლი 1-0 მოიგეს. როგორ მქონდა განხილული და აქ ნაწილსაც ამოგინათებთ ვიდეოს ხედავთ. ძალიან გავდა გაჭრილი ვაშლივით ეს ყველაფერი. ანუ როლებიც კი თითქმის 80% შემთხვევაში განმეორდა. მაგალითად მენდეში პირველი პასის ავტორი ამომტანი ბურთის. ეს ყველაფერი რომ შემთხვევითი არ იყო ამაზე ადრეც გესაუბრებოდით და აგერ ბატონო განმეორდა გუშინ ლონდონში არსენალთანაც და ახლა უკვე უშუალოდ მინდა გოლის მომენტი ესეთ დეტალებში გავშალო. პრესინგს მიმართავს არსენალი და ბურთით არის მენდეში, როგორც ენფილდზე იყო ზუსტად ამ მომენტში კვარაცხელიას მარჯვენა მცველი ტიმბერი ჩამოყავს უკან, ჩამოიტყუა. თავარი მანევრი ხდება ნახევარდაცვის ცენტრში, სადაც ფაბიან რუისი და ვიტინია იტყუებენ დეკლან რაისა და მიკელ მერინოს. შემდეგ უკვე რუისი დაიძრება საჯარიმოსკენ, ანუ 9-ისკენ და იქ გადაჰყავს ტიმბერი და ეს ყველაფერი ხვიჩას უთავისუფლებს სივრცეს. დემბელე ცენტრშია, მარტო დაიძრა საჯარიმოსკენ, უკვე დაიჯერა არსენალმა რომ შეტევა ან ცენტრისკენ ან მარჯვენა ფლანგისკენ განვითარდება, სადაც იქეთა სივრცეში ნევეში ჰაკიმი და დუე არიან და დემბელე ძალიან სუბუქი ტექნიკური მოძრაობით კვარაცხელიას გადააწვის მარცხნივ, რომელიც არის მარტო ფლანგზე და ერთ-ერთზე კვარა ვისთანაც არ უნდა დარჩეს, ყველას
აუკეთებს. და ზონა 14-ის ჩება დაუცველი, ხვიჩას პასი და დემბელეს გააქვს გოლი. აქ გამოჩნდა რომ ტომას პარტეი სერიოზული დანაკლისი იყო, იმაზე დიდი, ვიდრე მატჩამდე მოსჩამდა. შეიძლება რომ თავი დაიმშვიდონ ცოტა არსენალის ხომაგება, იმით რომ აი კაცი გვაკლდა და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ვიტყვით გადაჭრით რომ აი პარტეის რო ეთამაშა, აი ამას უეჭველი ჩაჭრიდა რა. ესეც არ არის. იმიტომ რომ საკმაოდ ხშირად მიმართავს ამ ხერხს ლუის ენრიკე ვარჯიშზე დამუშავებულს და ნუ ყველაფერი უკვე პარიზში გამოჩნდება რა და როგორ იქნება და პარტეის დაბრუნება რას შესწვლის, მაგრამ ეს არის მასტერკლასი, ძალიან მაგრად აქვს დამუღამებული, დამუშავებული ყველაფერი და როლები როგორ მეორდება, მენდეშს ამოაქვს, დემბელე ისევ მარტო რჩება ცენტრში და ის გატყუება და ასე შემდეგ რა საყრდენების მოკლედ როგორც წინა ვიდეოებში აღვნიშნე, ეს ყველაფერი არის ვარჯიშზე დამუშავებული და რა შემთხვევითი რაღაც მოძრაობები. ბევრ თქვენგანს აინტერესებს, იყო თუ არა პენალტი კვარაცხელიას მომენტში 1-3-ზე წავიდა ხვიჩა, თავიდან პირველ სეზონში ნეაპოლში რასაც შვებოდა, გასცდა მეტოქეს და ნუ აქ მოდი ესე ახსნი, როგორ რა მაქვს მე ნანახი. და მე ვიტყვი წესებში როგორ შვება UEFA რა, როგორ იქცევა და. ცოტა ისეთ მატჩებში რა, ტულუზას რო შეხვდეს ან რაღაცა რეალი რო ოსასუნას ეთამაშებოდეს და ასე შემდეგ. შეიძლება დანიშნო და დაუნიშნავთ ესეთი პენალტები. მინახავს მე პირადად. მაგრამ ასეთი დონის შეხვედრებში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და აი რაღაცა სოფლიო ჩემპიონატზე, ნუ ერიდებიან მსაჯები ცენტრში რო იყოს, დადებს კი, შეიძლება ყვითელიც მისცეს. მაგრამ პენალტს ამაზე ძალიან იშვიათად ნიშნავენ. ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ 11 მეტრიანის წესი დღემდე არის ძალიან ბევრი ჩაშლა და განცობა და ასე შემდეგ რა, კითხვის ნიშანი არის რა. ფოტოები მინდა ეხლა განახოთ, აქ ვერ ვიტყვით რომ ტიმბერმა აი ხელი დაადო მაისურზე და გამოწიან ფეხი ოდნავ შეახო და უკან წაიღო. ანუ ჩაიხუტა ტიპი რა, კადრებში ხედავთ, ეს გადაიხარა, ხელი შემოხვია და მერე გამოეცალა. ნუ არ ვიცი ხა. კვარაცხელი აქ თავისით არ წაქცეულა, ეს ვიცი და ის ბურთი რო გაიგდო სამ კაცში. ეგეც გამოჩნდა გამეორებაზე რომ მას რჩებოდა და იქ მეოთხე კაცი დაზღვევაზე ვერ ასწრებდა. დანარჩენი უკვე მსაჯზეა. კარგია რომ ეს ეპიზოდი არ იყო გამეორებით თამაში და ბოლო წუთებზე და ამით არ დაიქცა ქვეყანა და მოდი ეს გავატაროთ და ეხლა შემდეგ მონაკვეთზე გადავიდეთ. შემდეგი ვიდეო საცოდავი ტიმბერი, რომელიც მსაჯმა დაინდო, ნუ პირდაპირ ვიტყვი რომ ათრია, რო იტყვიან რა, ჩამოიბადა ათრიაო. აი რამდენჯერაც შეხვდა ერთ-ერთზე დაზღვევის გარეშე, დაჩაგრა რა, ანუ ტანს დაუყენებდა, ტრიალდებოდა, ატყუებდა, ის ჩეხავდა, მსაჯმა ყვითელი არ მისცა. ზოგადად იტალიელი ექსპერტები ხშირად ამბობდნენ ნაპოლის თამაშის დროს კვარას რომ ასეთი ეპიზოდები უნდა გადაწყდესო მაქსიმალურად კვარასნაირი ხელოვანების სასარგებლოდო რა, იმიტომ რომ ფეხბურთი ზარალდება ამით რომ ესეთი მსველი ვიღაცა გამოხდება ჩაარტყამს და 72 წუთამდე რომ უტარებს საჯი. შეიძლება დაინტრეს მერე რონალდინიოს და კვარაცხელიასნაირი ტიპი რა. და ეგ რავი ფეხბურთისთვის არ არის კაი. და ამ შემთხვევაშიც მაგრად ავატიებს საჯმა და არ მისცა ტიმბერს ყვითელი, ტიმბერისთვის რო ყვითელი მიეცათ პირველივე ტაიმში. დარწმუნებული ვარ რომ პარის სენ-ჟერმენი მეტ აქცენტს გააკეთებდა კვარაზე რო ეთამაშათ. მე იმიტომ რომ ყვითლიანი მსველი რო უდგას, რავი ძალიან მარტივია რომ ეგეთ ფეხბურთელს უნდა მისცე რა, ბურთი რომ მე მეორეც აკიდოს. და ანუ ბენ ვაიტს უფრო მალე ვიხილავდით მოედანზე. ახლა პარალელი მინდა გავალო რეალი არსენალსა და პარის სენ-ჟერმენი არსენალს შორის. თვალში მომხვდა მატჩის ყურების დროს ის რომ როგორც უტევდა არსენალი რიცხობრივად და საკუთარ მოედანზე და ამ დიდი ძალებით რა. გაცილებით მეტი სივრცე შეებოდა რეალის წინააღმდეგ და აი მინდა შედარებისთვის ვიდეოები განახოთ საჯარიმოს მისადგომებთან, აი შტურმი და რაღაცა აწეული ხაზით შეტევა რა მარტივად გაუთამაშეს და აი საკას გოლს ხედავთ ანუ რა. და რა ხდებოდა, როდესაც უტევდა პარის სენ-ჟერმენს? ნუ შეჭამეს. ეგრევე გამოაგდეს აქეთ და ბურთიც ამოიტანეს მარტივად და რამდენი შემტევი ფეხბურთელი არის ჩასული კვარაც იქა და შემდეგ და იქ რეალის კადრებში შენიშნავდეთ რომ მარტო მცველები და საყრდენები არიან თავდაცვის დროს. ფორვარდები არ ჩადიოდნენ უგან. ისინი ზედმეტად ვარსკვლავები არიან ალბათ, არ ეგადრებათ და აქ პარის სენ-ჟერმენი ან ტოტალურ ფეხბურთს მომენტებში გვთავაზობს რა. ყველა უტევს და ყველა იცავს და სწორედ ეს იყო კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებელი რომ მაგრად გაუჭირდა არსენალს მომენტების შექმნა, ნუ ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, საჭირო მომენტში ან შტურმი გუნდმა ვერ წამოიწყო რა, იმიტომ რომ პარის სენ-ჟერმენი ძალიან წყობრად იცავს თავს და ეს უეჭველი უნდა აღინიშნოს. ვერ წავართვებთ ამ გუნდს და ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბს.
31 წუთზე გახსოვთ ეს მომენტი დარწმუნებული ვარ, დეზირე დუეს ჰქონდა საგოლე შანსი და რაიამ მაგარი ბურთი გამოუძრო და აქ ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილა, შეხედეთ უბრალოდ კადრს სად არის აქ ხვიჩა, აი ამ კადრში რა. მაგრად უტევდა პარის სენ-ჟერმენი დიდი ძალები და კვარაცხელი აქ კადრში არ არის, მაგრამ ვინ არის კადრში? ჰაკიმი არის საჯარიმოში 9 ნომრის პოზიციაზე არის შემოსრიალებული. ეს შეტევა რომ დაიწყო 31 წუთზე ზუსტად რამდენიმე წამით ადრე. ჰაკიმის როგორც უყარს ხოლმე გაილაღა წინ, ცხენივით გაიქცა და კვარა აი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დგას და ანუ ძალიან საინტერესოა რომ შეტევა განვითარდა ძალიან მწვავე. მე რამდენად შვება უკვე ხვიჩა ასტონ მილასთან აკეთებდა ამას კიდევ. დარჩა მარჯვენა მცველის პოზიციაზე მთელი შეტევის განმავლობაში. კინაღამ გოლი გაიტანა თავისმა გუნდმა და მაინც არავიდა, იქ იყო. ანუ შეგიძლიათ გადაახვიოთ და მთლიანად ნახოთ ეს ორწუთიანი მონაკვეთი. და ეს არის ის ფუფუნება მცირე დოზით, ასე ვთქვათ, რომელიც აქვს ჰაკიმის მატჩის თლობის დროს, იმიტომ რომ ხვიჩა 70% სადღაც თამაშობს მარცხენა გარემარბად. მარჯვნივ რო გადადიოდა, აი ესეთ რაღაცებს შეებოდა ჰაკიმი. ხოლო როდესაც მარჯვნივ არ იყო კვარა და იყო მარცხნივ, აი მაშინ ჩავარდა სწორედ პარი სენ-ჟერმენის დაცვის მარჯვენა ფლანგი და სწორედ იმ მონაკვეთებში შექმნა რეალური საგოლე შანსები არსენალმა და ეხლა ამ ვიდეოებზე გადავიდეთ. პირველი კადრი აქაც ძალიან მარტივად პოზიცია წააგო, ორთაბრძოლა წააგო, შეიქმნა მომენტი, გადარჩა და პირველი ტაიმის მიწურულს საერთოდ საოცრება გააკეთა ჰაკიმიმ, ხედავთ საკუთარ პოზიციაზე არის, ტოვებს უცებ არბის ცენტრში და ესე ეცემა გიჟივით ლუის სკელის, იქ რა უნდა არ ვიცი, თავრდებოდა ტაიმი წამები იყო დარჩენილი, სკელი მარტივად ატყუებს, მიაქვს ბურთი და თავისი ზონა არის ცარიელი, იქ მარკინიოსმა ვერ დააზღვია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფია მარტინელი. ერთი ერთზე გადის და დონარუმა უღებს. აქ ანუ გადაარჩი და თავიდან ბოლომდე მეკარემ გუნდი. ეს იყო ჰაკიმის კისერზე ეს შეცდომა და მეორე ტაიმშიც, პირველ 10 წუთეულშიც იქაც შეცდომა და უშვა. კვლავ საყრდენ ზონაში იყო აწეული პრესინგზე და დეკლან რაისის ის ცნობილი სოლო რეიდი რომ წამოიღო ბურთი და გააჭრა ცენტრი და ისევ მარჯვენა მცველის პოზიცია ჩავარდა, ტროსარი დატოვა დასარტყმელზე და ისევ აუღო დონარუმამ. ორი ძალიან რეალური საგოლე მომენტი იყო, აი ნახევარფინალში ამაზე მეტი რა უნდა შექმნა მე არ ვიცი და ორივე იყო ჰაკიმის ბრალი და ორივეჯერ დონარუმამ პერსონალურად გადაარჩინა გუნდი. და ანუ კვარაცხელიაზე აღნიშნე რომ ხვიჩა როცა დგას, აქ ესეთი მომენტები არ ხდება, არ იქნება რა. დუეა, დემბელეა, ბარკოლა, ნუ ვერცერთი ვერ ახერხებს დაზღვევას და შემთხვევითი არ იყო ის შესავალი რაც დღეს გავაკეთე ვიდეო დასაწყისში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლუის ენრიკე კვარაცხელიას იმდენად მრავალფეროვნად იყენებს, რომ მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს სანახაობები აწი და აწი უფრო მეტი გველოდება. ახლა კვლავ შეგახსენებთ, რომ უნდა დაალაიქოთ დღევანდელი ვიდეო 3000 ლაიქზე. გათამაშება ჩაირთვება და ანუ გამოწერაზე უნდა გითხრათ ისევ სამწუხაროდ, რომ 65% ვიდეოს მაყურებლების არ იწერს ახს, ანუ 65% გამოწერის გარეშე უყურებს ცრუცხრიანს და ჩვენი შრომა რო დაფასდეს subscribe-ს მიეცით 2 წამის ამბავი არის და ამ ორიგი ვიდეო კვარაცხელიადონ დაცვაში როგორ იდგა და ასე შემდეგ ამას დარწმუნებული ვარ შენიშნავდით სალახის გაჩერება უნდა გავიხსენო როგორ გააჩერა ჯიგეს ჩაისვა მენდეშმა ძალიან მაგრად ითამაშა და ამჯერადაც მაგარი იყო მენდეში მაგრამ როგორც წეღანა ის პარალელები გავავლა იქ ჰაკიმის რო ვერაზღვევენ ვეჭველი ვერ გავიქცევით ამ ხსენებას რომ კვარაცხელიას როლი არის ძალიან დიდი მენდეშის აი ასეთ პერფორმანსში, იმიტომ რომ ხვიჩა აკეთებს ძალიან მაგარ და დროულ დაზღვევებს დაცვაში. ხედავთ, თველად დგას აქაც, ანუ ესე უკან ჩაწეული გარემარბი ვინმე თუ იცით, მითხარით. ვადევნებ თვალს დიდი სიამოვნებით. ამ თამაშიც მოკლედ ჯერ სალაჰი გამოთიშეს, ახლა საკა გამოთიშეს და ნუ რამხელა ძალა არის, ყველამ კარგად იცით და მარტინ ოდეგორმა მორიგი დიდი მატჩი ჩააგდო, ესეც უნდა აღენიშნოს. გამოთიშეს თავიდან ბოლომდე ნორვეგიელი არაფერი ღირებული არ გაუკეთებია 90 წუთის განმავლობაში ბოლოს საერთოდ გამოცვალა არტეტამ და ვანერი შეიყვანა 78 წუთზე მოხდა ის რაც საშუალოდ პარი სენ-ჟერმენის ყველა მატჩში თუ არა ყველა მეორე შეხვედრაში მაინც ხდება ერთი გუნდელი რომელიღაცა ხვიჩას არ იმჩნევს და ხელსაყრელ პოზიციაში ნუ არ აძლევს პასს რომ გაიტანოს იმანაც რა მარტო ეს ხო არ მოგცემს პასს ყოველთვის სულგზელი როვალი რატო ჩაგრავთ მოინადი და კვარამ ბურთი შეეძლო რომ თვითონ წაიღო წინ ეგოისტურად მაგრამ ეგრევე პასს აკეთებს გონსალო რამოსი შეტევას აგრძელებს ბარკოლა ბურთით და აქ კვარაცხელიას ხედავთ სტოპ კადრი მარტოა ფლანგზე და ესე თხოვს რა გამომიგორეო რა ანუ გაიხსნა ხელებით ანიშნა ხმარის მოდა თორე ალბათ დაუყირა კიდეც
და ნუ ბარკოლამ სად გაუგორა. ნევეშს ხედავთ აქ და როგორ დამთავრდა ყველაფერი. რატო როგორ ასე შემდეგ ნუ ვიტინიასაც ჰქონდა ასტონ ვილასთან ეგეთი მომენტი და ასე შემდეგ ნუ ვისურვებ მე არ ვახსენებ მარიო რუის და ნაპოლის ჯერ კიდევ მოდი დავიცადოთ რომ რა ცოტათი მეტი და უკეთესი სტატისტიკა რომ ჰქონდეს ხვიჩას მაგრად გაგვიხარდება და იდეაში უნდა ჰქონდეს კიდეც იმიტომ რომ მარცხენა მცველს და მარჯვენა მცველს რო თამაშობს და 10 ნომერსაც და ყველაფერსაც და სიღრმე რომ აი ამ უხერხემლო გუნდს შესძინა კვარაცხელიამ თავის ტრანსფერით არ ვიცი მე მგონი დასაფასებელია ცოტა მეტად და ლუის ენრიკე რომ ამას აფასებს ხედავდა გუნდელებმაც დროა რომ დაინახონ თორე ნელ-ნელა გართულდება მე თამაში და დაეტყობა ეს ყველაფერი მთლიანად პარის სენ-ჟერმენს და აუცილებლად უნდა შევეხო ვიტენიასა და ნევეშის როლს ეს ორი ნახევარმცველი პორტუგალიელები ფაბიან რუისიც ხო ძალიან მაგარია და ასე მაგრამ ეს ორი რომ მოძრაობს და დარბის და არ ვიცი მაღალ პრესინგს თამაშობს ნევეში და ვიტინია რეჯისტას როლს ირგებს ანუ საოცრად ანაწილებენ ბურთს და დაუღალავად გადაადგილდებიან მთელი მატჩის განმავლობაში და რაღაცა შეცდომები აქვთ კი ორივეს ჰქონდა ასტონ ვილასთან განსაკუთრებით მაგრამ ნუ შეცდომები ვის არ აქვს მოდი ჯერ მაქედან დავიწყოთ რა ყველა უშვებს შეცდომას და აი ამ ორი კაცის როლი ძალიან მაღალი იქნება განმეორებით შეხვედრაში იმიტომ რომ იქ პარტეი რო დაუბრუნდება არსენალს არსენალი როგორ გარისკავს რას ითამაშებს მიკელ არტეტას მოდი ჯერ ნუ ჩამოვწერთ სერიოზული ტაქტიკოსია და ეს პროგრესი რო არსენალს აქვს არც ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობით არის სწორედ აი ამ კაცის დამსახურება და ნევეშზე და ვიტენიაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი რამ იქნება პარიზში დამოკიდებული ახლა კი ერთი სიურპრიზი გვაქვს მე და ცროცხრიანის გუნდს თქვენთვის თქვენი ერთგულებისა და დიდი მხარდაჭერის შედეგად ცროცხრიანი მიდის პარიზში და განმეორებითი ნახევარფინალის მატჩს სწორედ პარიზიდან შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა შევეხები მეორე წყვილსაც ნახევარფინალურს დღეს ანუ ვერ მოესწრო ფიზიკურად და განმეორებითი ინტერი ბარსელონას ნახევარფინალურთან ამომწურავი ანალიზი მოკლედ გელოდებათ 8 მაისს და ახლა გაგვატანეთ თქვენი ემოციები პარიზში გამოუშვით კომენტარები დაწერეთ რაც გინდათ რა თქმა უნდა გათამაშება კვლავ ძალაშია როგორც კი 3000 ლაიქს დღევანდელი ვიდეო ავა ეგრევე ჩაერთვება გათამაშება ჩვენი პარტნიორი რეტრო სახლი მიხვალთ რეტრო სახლში და ნებისმიერ მაისურს აიჩევს და ასეც არის ნაკრები სულეთია რაც გინდათ ძველი მაისური რეტრო თქვენზეა დაწერეთ კომენტარები მარტივია წესები 3000 ლაიქზე ასვლის შემდეგ 20 თქვენგანი გახდება გამარჯვებული რომელსაც მე ავარჩევ ახლა კი დემბელე გადამალეთ პარიზში მივდივართ